უკვე მეორე დღე ქალაქი მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი გაფიცვის მეორე დღე გადადექი გიალორია შრომა სამართლიანობა სოლიდარობა ლოზუნგებით მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები გაფიცვას კვლავ განაგრძობენ. მათი მოთხოვნა უცვლელია ხელფასების მატება, კოლექტიური ხელშეკრულებები და გიალორიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მძღოლებს დღეს ახალშენისა და სალიბაურის ხაზიდან რამდენიმე ავტობუსის მძღოლით შეუერთდა. აქციაზე შეკრებილები გუშინ ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელისა და ტიტე აროშიძის სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ კომენტარებსაც აპროტესტებენ. ისინი ტიტე აროშიძის მიერ ნათქვამ ფრაზას მძღოლებს ხელფასები არ გაეზრდება, მათ სამსახურში უხეშ ჩარევად მიიჩნევენ. აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი სამსახურის ფუნქციებში ჩარევასთან დაკავშირებით მერის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. დეტალებს მომდევნო გამოშვებიდან შეიტყობთ. ჩვენი მოთხოვნა რაც არის, რაც შეეხება, ეს არის ხელფასების მომატება ყველა მიცის ალბათ. ის რომ გამოდიან ცინიზმური სიტყვებით, რომ 7 საათს მუშაობენო, როგორც ჩავლეიშვილმა თქვა, დირექტორმა გაიმეორა 7 საათი დღეში და თვეში 1000 ლარი გამოდიანო. ფაქტი აგერ გვაქვს ხელზეა ყველაფერი. საათობა რაც ჩვენ გამოგვდის 139 საათი, 140, 140, ასეა გრაფიკებით. და ელემენტარულად ყველა მიცის მათემატიკა 14-ჯერ 4 რა არის 540, 560 და ეს არის ჩვენი ხელფასი. ჯერობით კოლექტიურ ხელშეკრულებაზე, რაზეც ესენი გვიცხადებდნენ, რომ ისინი არ იყვნენ ძირითადი საკითხების გადამწყვეტი. უბრალოდ თვითონ დროს კარგავდნენ და თვითონ დროს გვაკარგინებდნენ. ამიტომ გამომდინარე ჩვენ მივხვდით, რომ იმან უბრალოდ ხელი მოაწერა, იმიტომ რომ დრო გაეყვანა. აგის ერთ-ერთი მიზეზია, ყველა მიზეზზე დამატებული კოლექტიურზე არ მუშაობა ადმინისტრაციის მიზეზი, რომ გიორგი ლორიამ დატოვოს სამსახური. ბატონი ტიტე, რომელსაც არც კანონი აქვს და არც იმის ელემენტარული შეგრძნება, რომ ესე პირდაპირ ეთერში კანონი არ უნდა დაარღვიოს, რომ აცხადებს ერევა შპს-ის საქმიანობაში. შპს-ის საქმიანობა განისაზღვრება კანონით მეწარმეთა შესახებ. ეს ელემენტარული რამ არის.